მადლი საოცარი საერთოდ წირვა არის ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ უშუალოდ გვაქვს ურთიერთობა ღმერთთან, უშუალოდ ვეხებით ღმერთს. აი რა საოცარია, მგელიც და თქვენ ეს ჩვენ ერთობით მსახურობთ, ერთობით და მარტო მგელი არ გახდეთ. თქვენ შაქრულები ხართ და ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ ერთად. ამიტომ არის რომ სულ ვამბობთ რომ ტაძარში როდესაც წირვა მიმდინარეობს, ხო უნდა იყოს შიშით გზავნით უნდა ვიდგეს, სიჩუმე უნდა იყოს და მხოლოდ უნდა ისმოდეს მგლის, მსახურების, გალობის, მედავითნების ხმა, იმიტომ რომ აქ რაღაცა ჩვენ კი არ რაღაცას იმაშვები, არამედ ღმერთი ასრულებს ყველაფერი სიმბოლურად სრულდება, ყველაფერი. ამიტომ ყურადღებით რაიოთა მედავითნე კითხულობთ წმინდანები გველაპარაკებიან, როცა სამოციქულო იკითხება, პავლე მოციქული გველაპარაკება, როცა სახარება იკითხება, ქრისტე გველაპარაკება, ყოფნები და ასამაღლებლები და ასე შემდეგ, ქრისტე მოქმედებს, ამიტომ უნდა ვიყოთ აქ ჩვენ ისე ვართ ხოლმე რაღაცნაირად თავად რა. რაღაც კაკადნიერებულები გავართ ხოლმე და არ შეიძლება ეს შიშით გზავნით ყოველთვის ამას ხას უსვამ და მოერიდეთ ხოლმე აქ ლაპარაკს, მოერიდეთ ხოლმე აქ რა ჯობია დამიჭეთ, იმიტომ რომ მოდიხარ აქ ეკლესიაში რომ ცოდვით განწმენდილი წახვიდე, გასუფთავებული, მადლით აღწევული წახვიდე და შეიძლება წირვიდან წახვიდე ცოდვით დამძიმებული. დები აი რა როგორი ის არის, ამიტომ აი მე მსგავსებით ხოლმე იმ სულელი ქალწულები რო სახარება ჩქოგაქვს და მოსვენილი რა, ამ ფრაგმენტი როა რომ ხუთი ქალწული იყო, ბრძენი ხუთი სულელი. სულელი რატო იყო? ზეთი არ ქონდათ, ანუ სათმოებები არ ქონდათ და მაინც ვათში იყვნენ, მაგრამ წყალში ჩაიყარათ ეს ყველაფერი. ამიტომ არის რომ ჩვენ ყურადღებით ვიყოთ, შიშით ვიყოთ, ძალით ვიყოთ, რომ მადლით აღსავსე წავიდეთ აქ. თან ნახე რა ხდება, ის რა მარტო სპექტაკლი კი არ არის აქ. აქ ღმერთი გარდამოდის, წარმოიდგინე. ღმერთი განისვენებს, შენი სიცოცხლის წყარო, ყველაფრის შემოქმედი განისვენებს აქ. წარმოგიდგენიათ როგორ უნდა ვიყოთ, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ანგელოზები, ქერუბიმები, სერაფიმი შიშით ზრწოლით არიან, წარმოიდგინეთ, უფლის წინაშე და ჩვენ ხანდახან როგორ ავართ, როგორ ლაპარაკობთ, როგორ ვიცინი ვართ რაღაცას აბსოლუტურ რაღაცა. აი ნახეთ, რომელი ქერუბიმთან უარის, მდელი რო აღაფრობს ხელებს და რომელი ქერუბიმთან საიდუმლოს მემსგავსები და აი ეუბნება მდელი რომ ქერუბიმებს და სერაფიმებს მემსგავსებიო და ბოლოს ესე არის ყოველივე მსოფლიო დაუტევო ზრუნვა. ანუ ამ მსოფლიური იმ დროს, იმის შემდეგ იწყება ისეთი მნიშვნელოვანი მსახურება, რომ ყველაფერი უნდა დაუტევოს კაცმა. ყველაფერი ამ მსოფლიური რაც არ უნდა პრობლემა ქონდეს, არაფერი, იმიტომ რომ იწყება ზეციუ რაღაც არა ამ სოფლიური მსახურება იწყება, იმიტომ რომ უნდა გარდაიქმნას პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად. ხვდებით? ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. გილოცავთ, ეს ასევე ახალი წელი არის, საერო ახალი წელი არის, არ არის ეს საეკლესიო დღესასწაული, საერო დღესასწაული და გილოცავთ ამას, იმიტომ რომ ესე ჩვენ ცხოვრობთ ამ კალენდრით. ერი ამ კალენდრით ცხოვრობს, ეკლესია სხვა კალენდრით ცხოვრობს, იულიუსის კალენდრით, ჩვენ გვაქვს საეკლესიო ახალი წელით, ახალი კალენდრით 14 სექტემბერი, ხოლო ძველი კალენდრით, ანუ იულიუსის კალენდრით 1 სექტემბერი და ეს წირვა ტარდება და დიდი დღესასწაული. მაგრამ ჩვენ ახალ საერო დღესასწაული ამასაც გილოცავთ, იმიტომ ესე ცხოვრობთ. აი ლეონე უქროპირი ესე გვასწავლის, რომ როდესაც წლის ბოლო მოდისო, ვაჭარი რო არისო, აი რო ვაჭრობს, ხო? წლის ბოლოს რითვისო თელ თავის იმას, აბა მოგება დარჩა, არ დარჩა და ასე შემდეგ, ხო? და ყველაფერს ფლის, აბა კარგად რა გააკეთა, ცუდად რა არ გამოვიდა, ცუდად რა გააკეთა, ხო ხდებით, რომ მომავალ წელს რაღაცა კიდევ უფრო ჭკვიანურად წაიყვანოს ეს ყველაფერი. ასევე ჩვენც ესე უნდა ვიყოთ, აი მოვიდა წლის ბოლო მოვიდა და უნდა გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებას. აბა ამ წლის განმავლობაში რა გავაკეთეთ? მოვერიეთ რამე ჩვენ ნებას, რამე დავამარცხეთ ჩვენი ნაკლებობა, დავამარცხეთ ჩვენი ნებები და ჩვენი რაღაცა ბოროტი მანკიერებები რა ჩვენში არის. ამაზე უნდა იფიქროს ადამიანი. აბა მე ის იფიქროს, აბა რა შევიძინე, რა გავაკეთე, რომ დავდიოდი ახსარებას ვამბობდი, ვეზიარებოდი, აბა შეისვალა ჩემში რაღაცებს, შევიძინე რამე სათმოებები. აი ხვდებით, აი ეს უნდა გაიაროს ადამიანი. ესა, აი ეს უნდა ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ მარტო იმაზე ვარ რომ ეს წელი იყოს რომ ჯანმრთელები ვიყოთ, ეს წელი იყოს რომ ბევრი ფული გქონდეს, ეს წელი იყოს რომ კაი სამსახურები გქონდეს, რაღაცა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც კარგი არის. სხვადასხვა გაბრიელ კიკოძე ჩვენ უდიდესი წმინდანი, მაგას ამბობს, რა თქმა უნდა, ამას გისურვებ, მეც გისურვებ, მეც მინდა რომ ესე იყოს. რაზეა ლაპარაკი? მაგრამ უპირველესად სული არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი, ეს ყველაფერი დამთავრდება, ეს ყველაფერი გადავა. და როგორც ასე ობობის ქსელს რომ მოკიდებ ხელს და ყველაფერი წამში ხრება, ასე გაქრება ყველაფერი და შენი სულია ყველაზე ძვირფასი. შენი სული რომ წარდგები ის წინაშე. აი ამაზე უნდა ვიზრუნოთ. პირველი ეს უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ესეც საჭირო არის ჩვენ ოჯახები ყავს, ერთში ცხოვრობთ, სამსახური ჭირები და უნდა ვიმუშაოთ. აბა რა, ფულიც უნდა იშოვნოთ. ყველაფერი რაზეა ლაპარაკი, მაგრამ უპირველესად მაინც სულის
სულის გადაჩენა. აი დღეს აწავიკითხეთ სახარებაში, როგორი შემაძრწუნებელი სიტყვებია. ჩვენ როგორ ავართ გარდასული, რომ სიმდიდრე გვინდა, სიმდიდრე. გაიგე და არ კმაყოფილდება ადამიანი. ნახე რას ამბობს მაცხოვარი. აი ამის შემდეგ როგორ უნდა მოუდეს ადამიანს სიმდიდრე, რომ დიდარი ძნელად შევიდეთ სასუფეველში. აკლემი უფრო ადვილად გადურებაო ნემსის ყუთში, ვიდრე დიდარი სასუფეველში შევიდეთ. აი ამის შემდეგ როგორ უნდა მოგინდეს, რომ რაღაცა გამდიდრდე და რატო? იმიტომ რომ ბევრი სასურველი, იმიტომ რომ ბევრი ადლიერი იყო. რასაც მოგცემს, შეიძლება სიმდიდრეც მოგცემს მერტმა. ესეც იმიტომ რომ უდიდესი წმინდანები ყავდა მდიდრები. მაგალითად იოანე ოქროპირის ოჯახი ძალიან მდიდარი ოჯახი იყო. აბრაამ მდიდრესი ადამიანი იყო. აი დღევანდელი მილიარდელები რო არიან, იმ პერიოდში ეგრე იყო. მაგრამ აბრაამი იყო, წარმოიდგინეთ, როგორი კაცი იყო, როგორი მოწყალე კაცი იყო, როგორ უყვარდა ადამიანები, თვითონ ემსახურებოდა, გარშე კარებთან დადგებოდაო და რომ გამოივლიდა, ვიღაცა უცხო რომ გამოივლიდა, სახში შეიყვანდა, დაუკლავდა წვარს, რაღაცა გაუგზავნებდა თვითონ ერთად თავის ცოლი ემსახურებოდა. ესე აბა მილიარდელი როგორ არის, ამდენი მსახურები ყავდა და მსახურებიც ყავდა. არა თვითონ ემსახურებოდა, იმიტომ რომ ეს სიმდიდრეს უყურებდა, რომ ღმერთმა ჩააბარა ეს სიმდიდრე და უნდა წარმართო ეს ყველაფერი. და ამას თუ ვერ წარმართავ, აი ეს ელოდება ადამიანს. რომ ძნელად შედის სასუფეველში. ბევრი სასწო თავი მე რაღაცა გონია და ვიცი როგორც არის მე სიმდიდრე აფუჭებს ადამიანს. ამიტომ რა თქმა უნდა კიდევ თუ ღმერთი ამას დაუშვებს დიდებაო. თუ არ დაუშვებს, არ ეძებურეს, არ ვიყო თამაში. არა, პირველად როგორც წარმართე შენი ცხოვრება ისე, როგორც უნდა წარმართო და ღმერთი შეგეწებო. ღმერთი ჩვენ გვერდში იქნება. აი დღეს სენება არის წმინდა ბონიფანტეს, კაცი რომელიც ცოდვილი კაცი იყო, რომელსაც ხალბატონს ესე იგი ხალბატონი იყო აგლაიდა, რომელიც ესე წარჩინებული დიდარი ქალი იყო და ყავდა ეს მსახური და საყვარელი იყო ესე ერთმანეთში რუშობდნენ და ეს ქალი მოექცა და ქრისტიანი გახდა და დაიწყო ქრისტიან ცხოვრება, მაგრამ ვერ ეშებოდა ამ ნებას. ნახეთ როგორი ბრძოლა არის. ქრისტიანი იყო, მაგრამ მაინც აი რუშობდა და მაინც ვარდებოდა ამ ცოდვაში. და ამ დროს გაიგო რომ ეს რომში ხდებოდა და გაიგო რომ აღმოსავლეთში დაიწყო ქრისტიანთა დევნა. და ეტყვის ამ მსახურს რომ წადიო ახლა იქო აღმოსავლეთშიო და იქ თუ ქრისტეს გამო ვინმეს ნახა ვინცას აწამებენ ისო ის წმინდა ნაწილი იმათი წმინდა ნაწილი წამოიღო ხო და ეს ეხუმრებოდა გაეხუმრა რომ მე რომ მოვიქცე ქრისტიან და ქრისტეს გამო მე რომ ეწამო და ჩემი სხეული ჩამოგიტანონო მიიღე ხო და რაღაცა სიცილში და ხუმრობით უთხრა და მართლა ჩადის ეს ბონიფანტე და მისი მეგობრები ჩადიან აღმოსავლეთში და იქ ახავენ რომ ქრისტიანებს საშინლად აწამებენ და ეს უყურებს ამ წამებას წარმოიდგინეთ ეს აგენტება დაინახავს მათ განათებულ სახეებს მათ ვაჟკაცობას მათ ქრისტეს სიყვარულს რომ თავს დებდნენ ქრისტეს გამო წარმოიდგინეთ თვითონაც აგენტება და ერთ-ერთ დაჭრილთან მიდის და ამხენებს წარმოიდგინეთ ისი აგენტება ისეთი მადლი იმოქმედებს რომ ამხევრებს რომ აბა შენიციო ბოლომდე გაუძებნე ცოტა-ცოტა ქრისტესთან იქნებიო და ამ დროს შეიკრობენ წმინდა ბონიფანტესაც და ვინ ხარ შენო და მე ქრისტიანი ვარ წარმოიდგინეთ და საშინლად აწამებენ ესე წერია რომ ესე იგი ხორცს ესე იგი იმდეს უტყავენ რომ ესე ხორცი ძვლები გამოუშტავ ისე დღეში ჩააგდებენ და აი ესე რომ ვერ გატეხავენ იქ 1000 საშინლად ტანჯვას გაივლის და ვერ გატეხავენ და შემდეგ თავს მოკვეთავენ და სასწაული ხდება რომ მოკვეთავენ თავს სისხლთან ერთად რძეც გადმოვიდა წარმოიდგინეთ აი სასწაული მოახდინეს და აი მართლა მისმა მეგობრებმა შემდეგ მოკიდეს და თითქოს ეს წინასწარმეტყველება ახდა და ამ აგლაიდასთან, ანუ ამ ქალთან ჩაასვენეს ეს წმინდა ბონიფანტეს წმინდა ნაწილები. შემდეგ მის სახლშივე ეს სახლი გადააკეთა მონასტრად იქვე დაასაფლავა რომში განისვენებენ ორივე წმინდა ნაწილები აგლაიდასი და აი ეს მთელი ცხოვრება მონასტრში დაარსა ამ ქალმა და აი სულიერებაში გაატარა. აი ეს დიდი წმინდანის სცენება რაღაცა ისა ხო დღეს რაღაც ტაშფანდური და ისეთი მდგომარეობაა და ეს წმინდანი რაღაცნაირად ვაფხიზლებს. ასევე მინდა ორი სიტყვით გეტყვით, ახლა გვიანია რომ არ გავაგრძელო. გადაგება დღეს ასევე ხსენება არის საინტერესო წმინდანი, გრიგორ ომირიტელი, ესეთი ეპისკოპოსი იყო და რატო იყო ძალიან დიდი, აი ჩვენ არ ვიცით, ესეთი ცნობილი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი წმინდანი იყო და რატო? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ებრაელები ემტერებოდნენ ებრაელები, რომ ამბობდნენ ქრისტე ღმერთი არ არისო და ხალხის წინაშე ამ ეპისკოპოსს ეტყვიან, რომ აი შენ ხო ქრისტიანი ხარ და ქრისტე ნახე რას ამბობსო, თუ მდოგვის მართვალის ხელა წმენა გაქვო, ამ თას რო უთხრაო, რა ქვიაო, გადადიო, გადავა და ანუ წმენა უნდა გქონდესო, ხო? და მოდი ვადექიო ეხლაო.
და გვანახე რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთიაო რა. აი შენ თუ წმენა ხო უნდა გქონდესო და თხოვეო ღმერთო რომ გამოჩნდესო და გამოჩნდესო რომ დავინახოთ რომ იესო ქრისტე ღმერთიაო და წამოვიდგინეთ რა არის სათქმელი როგორი ისა და წმინდა გრიგოლი ეთქვის წამოდით და გადიან ესე იგი ქალაქ გარეთ გადიანო და დაიჩოქება წმინდა გრიგოლი და იწყებს ლოცვას და როგორი ლოცვა იცი იწყებს ადამი და ევადან და ეს მოყოლებული რომ შენ შექმენი სამყარო შენ შექმენი ადამი ევა და აეცა აი მოკლედ ყველაფერი მოყვება და მოვა აი ქრისტეს ჯვარცმამდე აღდგომამდე და ამაღლებამდე და ბოლოს იტყვისო უფალო შეისმინე ჩემ თოდვილის ვედრებაო და გევედრები დაანახე შენი დიდება დაანახეო და მოხდება საშინელი მიწისვა წარმოიდგინე და გაიხსნება ოცაო და მაცხოვარი გამოჩნდება ანგელოზებთან ერთად წარმოიდგინე და ეს ებრაელები და ყველა ეს წარმართი დაემხობა პირქვეს ისეთი ვრისხარის ანახაობა იქნება და ის ომირიტი ესე იგი ბევრი ებრაელი ცხოვრობდა და თითქმის კი საერთოდ აღარავინ აღარ დარჩა ესე იგი ურწმუნო წარმოიდგინეთ იმიტომ და ქრისტე ახეთ სამხელად წმინდა რა კადრიერება ჰქონდა როგორი დიდი წმინდანი იყო რომ როგორ შეისმინა და ქრისტე გამოჩნდა და შემდეგ ამის შემდეგ სადღაც 40 წელი კიდევ ვიცოცხლა. ვსებით აი ნამური დიდი წმინდანის სენება არის დღევანდელ დღეს და მადლობა უფალს რომ დღეს ჩვენ ჩავატარეთ სახურება ყოველ წელს 15 წლის მდელი ვარ და 15-ვე წელს რაღაცნაირად ესე დავიწყეთ და 15-ვე წელს ვატარებ. სანამ ცოცხალი და ძალა მიექნება ჩავატარებ. და კარგია რომ ერთად ვიმსახურეთ. ეს წელიც დავიწყეთ ზიარებით, ვეზიარეთ, მადლობა ვარ ვით ვერ ეზიარა, შემდეგში ეზიაროს ყოფდები და ვიცხოვროთ ქრისტეთი. ვიცხოვროთ რომ გულში ყავდეს ჩვენი თქმილი მაცხოვარი. ღმერთმა დააგლოცოთ, გაგურთოთ, რა ვარ დაგასწროთ. თქვენთან ერთად მამაო